ორთვიანი ძალიან საინტერესო ინტელექტუალური ჩემპიონატის ფინალი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლების საჯარო სკოლაში შედგა. საქართველოს ევროკლუბების ორგანიზებულმა გურიის სამივე მუნიციპალიტეტიდან 70 საჯარო სკოლის მონაწილეობით წარმართულმა ჩემპიონატმა საბოლოოდ 3 ფინალისტი გამოავლინა. შესაბამისად დასკვნით თამაში მონაწილეობას ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლა, ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლა და სოფელ ნაგობრის საჯარო სკოლა იხებდნენ. ფინალურმა შეხვედრამ, რომლის მთავარი თემატიკა ეკოლოგია და სატყეო განათლება იყო, საკმაოდ დაძაბულად და საინტერესოდ ჩაიარა. იყო ტრადიციული შავი ყუთი, ბლიცები, სუპერ ბლიცები, გამარჯვების სიხარული და შიგადაშიგ დაკარგული ქულის გამო წუხილიც, მაგრამ თამაში, რომელსაც ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ავთანდილ სირბილაშვილი უძღვებოდა, მაინც იუმორის თანხლებით და დადებითი ემოციებით დასრულდა. საბოლოოდ პირველი ადგილი ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლამ მოიპოვა. მეორე ადგილზე ნაგობრის საჯარო სკოლა გავიდა. ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლა კი ამჯერად მესამე ადგილს დასჯერდა. გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები და სიგელები გადაეცათ. პირველ ადგილზე გასულმა გუნდმა ფულადი პრიზი 1500 ლარი მიიღო. მეორე მესამე ადგილებისთვის შესაბამისად 1000 და 500 ლარი გადანაწილდა. დღეს ჩვენ და ჩემი გუნდი გამოვედით მეოთხე საჯარო სკოლის სახელით. პირველ რიგში მომენტით ვისარგებლებ და ორგანიზატორებს გადავხდი დიდ მადლობას, რომელსაც შესაძლებლობა წარმოგვეჩინა ჩვენი ცოდნა. ვფიქრობ, ეს პროექტი დაგვეხმარება თითოეულ ჩვენგანს, რომ ცოდნის უფრო მაღალ და კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიდეთ. და მწვერვალებს მივაღწევთ. კი ნერვიულობდით, რაც ალბათ ყველა ნერვიულობდა და ეს ალბათ იმის შედეგია, რომ ძლიერი კონკურენტებიც ყავდა. ბოლოსში დიდი უპირატესობა იმით მოვიპოვეთ, რომ სუპერ ბლიცში ჩვენმა ერთ-ერთმა გუნდელმა სამივე კითხვაზე სწორად გასცა პასუხი და ამის შედეგად შესაბამისად სხვა გუნდებზე უფრო მეტი ქულა დავაგროვეთ. როდესაც ამ პროექტში პირველად გამოვედით, არ მეგონა ასე ღრმად თუ გამოვიდოდით, მაგრამ როდესაც პირველი რაუნდი მორჩა უკვე ჯეროდა ჩემ გუნდელებში და ჩემ თავშიც და ჩემი აზრით ამის დამსახურება რომ საბოლოოდ გავიმარჯვე და მე ბლიცში როდესაც მოვიდა აუნერვიულდი, მაგრამ ჩემი აზრით გამიმართლა და შედარებით ადვილი კითხვები იყო და ლოგიკას გავყვევი და ლოგიკას საპასუხამდე მიმიყვანა. ეკოლოგიის თემაზე იყო ძირითადად. დიახ. და სატყეო. რამდენად საინტერესო, ზოგადად რამდენად საინტერესო იყო ეს თემა? ძირითადად ბუნება ძალიან მიყვარს, ძირითადად სახლში არ ვჭირდება, იმიტომ მიყვარს ბუნება და გარეთ გავდივარ და როგორც წესი კურორტებზე ვისვენებ, მთებში, ზღვებში, იმიტომ რომ ჩემთვის ბუნება უბრალოდ მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა ტექნოლოგიები და რაც სხვა ფაქტორები, რაც ახლა საყაროში. ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო ეს თემა და მართლა ძალიან აზარტული იყო და ზოგადად ეკოლოგიაც ჩვენთვის საინტერესო თემაა და ვფიქრობ, კარგი იყო დღევანდელი დღე. შედეგით რამდენად კმაყოფილი ხარ? ძალიან შეგეძლოთ ალბათ, მაგრამ თვითონ თამაში როგორ შეაფასე? ძალიან კარგად. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი გუნდის თამაშით. დღეს დასრულდა ინტელექტუალური თამაშების ჩემპიონატი გურიის რეგიონის სკოლის მოსწავლეებს შორის. ჩემპიონატში იღებდა მონაწილეობას მე-8 კლასები. სპეციალურად გამოყავით ეს ასაკი, იმიტომ რომ მათზე ისინი ნაკლებად არიან ჩართული მსგავსახეს ღონისძიებებში. რომელიც ძალიან სასიამოვნოა, ძალიან აქტიურად ჩატარდა. 70-ზე მეტი სკოლა იყო ჩართული რეგიონის მასშტაბით, თითო გუნდში 8 მონაწილე იყო. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ოზურგეთის და ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრებს აქტიური მხარდაჭერისათვის. დიდი მადლობა ჩოხატაურის შუამაღლების სკოლას, რომელმაც დაგვიტყო როგორც შესარჩევი, ასევე ფინალურ ეტაპზე მისი ფართი. და ეს ჩემპიონატი ჩატარდა შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. ისინი ახორციელებენ დიდ პროექტს საქართველოში, რომელსაც ეკოჯორჯია ჰქვია და ეკოჯორჯიის ნაწილი იყო და მიმართული იყო სატყეო განათლებაზე და ეკოლოგიაზე. სასიხარულოა რომ დავასრულეთ, ძალიან სასიამოვნო იყო ზოგადად ამ საქმიანობის ჩატარება, იმიტომ რომ ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ესაც არის და ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული იყო.